ბატონო ემზარ, მოდით თქვენ გითხარით კამანის ისტორია ზაზა პაკელიანის ნაწილში. მე ძალიან მინდა ზაზაზე ვისაუბროთ ჩვენ, რა თქმა უნდა, მალხაზზე, თქვენს ძმაზე და იმ ბიჭებზე, რომლებიც ზაზასთან ერთად, მალხაზთან ერთად კამანის ბიჭებზე, რომლებაც აი ამ მიუხედავად თავგანწირული ბრძოლისა თავი შესწირეს კამას. მათ ვერ დაიცვეს კამანი, იმიტომ რომ ეს განწირული იყო, მაგრამ თავი შესწირეს და ცოცხალი არავინ არ გამოვიდა. მათ შორის არის გორის მკვიდრი მებრძოლი რაზმაძე. ჩვენ არ ვიცით მისი სახელი, არ ვიცი, მაგრამ ის არის გმირი, რომელმაც არ დატოვა კამანი, იმიტომ რომ შეფიცული ჰქონდა კვანჭიანთან სახელს თუ შემახსენებ, რევას კვანჭიანთან ძმობა და არ დატოვა ბრძოლის ველზე და მასთან ერთად თავი შესწირა აფხაზეთის ტერიტორიულ მთლიანობას. მიუხედავად იმისა, რომ უკვე თითქმის 9 საათია. დიახ. 20 წუთი ვსაუბრობთ, მადლობელი ვარ სტუდიაში მოსვლისთვის. პირიქით. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. და რაც შეეხება თქვენს კითხვას, მე ცოტა გადავუხვევ თუ შესაძლებელია, მე უფრო დავიწყებ მაინც საზოგადოებისთვის უფრო მეტად ცნობილი რო იყოს. გეოგრაფიული დებარეობებით ძალიან მნიშვნელოვანი იყო სტრატეგიასაც შევეხები და გეოგრაფიულად ახლა ეს კამანის დაცემამ გამოიწვია აფხაზეთის დაცემა. შეიძლება ასე ითქვას, ნაწილობრივ. ჩვენი ადგილმდებარეობა იყო, ახლა რუსულ სიტყვებსაც მოვიშვილიებ, ზოგჯერ მაპატიოს მაყურებელმა და თქვენს ქვაბული ალბათ ქართულად რამდენად სწორად ვამბობ, კატლავანს ეძახიან რუსულად, ისეთი ადგილი იყო ჩვენი. ანუ 4 მხრიდან მთები აქვს შემოღრული ჩვენ სოფელს და სოფელი არის ძალიან დაბლა. ანუ ჩვენი განლაგება იყო, ჩვენი პოზიციები იყო ისეთ ადგილას, რომ მტერი, როგორც წავან აღნიშნა ბატონმა იოსებმა, მტერი ზევიდან ვიყურებდა. ჩვენ ზემოთ იყო ერთი სოფელი თიანი სოფელი არის ამზარაქვია და ამის შემდეგ უფრო მაღლა არის ზემოეშერა. ზემოეშერაში არის განლაგებული ჩვენი მტერი და ჩვენ ვართ მათ ქვევით. ერთადერთი პლუსი შეიძლება ყოფილიყო, ასე ვთქვათ, პლუსი ჰქონდა ის, რომ მძიმე артиллерია ჩვენ ვერ გვირწყავდა. იმიტომ რომ артиллერიას ისეთი ტრაექტორია სჭირდება, რომელიც მოუხერხებელი იყო ჩვენთვის. მათთვის ჩვენ დასაწყობად და ისეთ პოზიციებზე ვართ. ანუ ჩვენზე მუშაობდა მხოლოდ მაქსიმუმ ყუმბარტყორცნი ეს მიჭირს ქართული თარგმანი. მინამიოტები, ყუმბარტყორცნი ქვია, გრანატამიოტები, პირიქით ნავტყორცნი არის მინამიოტი, ყუმბარტყორცნი გრანატამიოტი და წვიან ქვევი. ნუ იყო კიდევ ტურსები სხვათა შორის ბიზაჩემი ააფეთქეს მაგ ტურსით, აგესები და კიდევ ვასილოვის ეძახდნენ ანუას სახლი რო დაბომბეს. აი ასეთი მდებარეობა იყო გეოგრაფიულად და რაც შეეხება სტრატეგიულ წერტილს, აი ამაზე მინდა ყურადღება გავამახვილო და რატომ. ბევრი წერს, ნახა, საერთოდ შეიძლება ცოტა კრიტიკულად შევხედო და კრიტიკა გამომივა, იმიტომ რომ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ზოგიერთებს ისე რუკაზე მაინც დახედონ და ლოკაცია ნახონ და შემდეგ დაწერონ თუ რაღაცის დაწერა უნდა და თუ უნდათ რომ ისტორიული ფაქტები დაიწყოს. ემზარ თქვით, რატო ამბობთ ამას? რატო ამბობ, სტრატეგიიდან დავიწყებ. ბევრგან წერია რომ კამანი იყო სტრატეგიული ადგილი და ამას უკითხულობს თქვათ ის ადამიანი რომელსაც წარმოდგენა არ აქვს გეოგრაფიულად კამანის მდებარეობის, მას გონია რომ ეს სადაც მაღლობზე იყო და მთელ ფლანგს იცავდა. ამითაც არის გამორჩეული, რომ ზემოდან მტერი გიყურებდა და 11 თვის განმავლობაში პრაქტიკულად შიშველი ხელებით ეს არის გმირობის რაღაცა. მე მიკვირს რომ რეჟისორები, ამდენი რეჟისორი ყავს საქართველოს და ამ პატარა ლამას სოფელზე 45 კომლით დასახლებულ სოფელზე რომელიც 11 თვე შეინარჩუნა კამანი, ფილმიც არ არის გადაღებული. ეს არის რაღაც ჯარისკაცის მამის შემდეგ ალბათ კამანის ისტორია არის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი გმირობის. ხო, ნუ ასეა. ახლა მე
სამხედრო პირი არა ვარ, პროფესიით მე სხვა პროფესია მაქვს, მაგრამ ჩემი შეხედულებით მაშინვე იყო არასწორი განლაგება ჩვენი პოზიციების. Რა თქმა უნდა, ძნელია შენი სოფლის, შენი სახლის დატოვება და პოზიციის შეცვლა. სწორი იქნებოდა თუ შრომა არის მაღლობი, ხო? თქვენ გახსოვთ ახლა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა იყავით, მაინც ის გეოგრაფიული მდებარეობები გახსოვთ, თქვენი სკოლაც იქიდან ჩანს ჩვენი გამარჯვება. ვიყურებდით გამარჯვებას. შრომის პოზიციებზე რომ გამაგებული იყო ჩვენი სოფლის, ჩვენი ასეულიც, შრომის იქ სხვადასხვა დაჯგუფებები იყო სამხედრო პოლიციაც, ადგილობრივი მოსახლეობის რაზმიც და სხვადასხვა შენაერთები. ეს გამაგება რო ყოფილიყო თავიდანვე, ალბათ 90% დარწმუნებული ვარ, რომ შრომას ვერ აიღებდნენ. კამანი რო აიღეს იმის შემდეგ უკვე კამანში შემოსული იმპერი გამაგდა, შემდეგ ნელ-ნელა შრომა ფაქტობრივად артиллериამ აიღო. ტრის артиллериამ გაანადგურა, გაასწორა შრომა. ახლა 600 კომლია შრომის მოსახლეობა და რა თქმა უნდა იქ ვეღარ დარჩებოდა და რა დარჩებოდა შრომა რო აიღეს, იმის შემდეგ უკვე აი დაღმართში ბურთს რო გააგორებდა მიდის დაბლა ისე წავიდა ტერი ფაქტობრივად კამარის შრომის აღების შემდეგ დაიკარგა უკვე სოხუმიც და აფხაზეთიც.